მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ სხდომას და ჩვენთან მომდევნო პირი, ვინც არის ახსნა განმარტებისთვის მოწვეული, გახლავთ ბატონი კახა დაბრუნდაშვილი, რომელსაც ვთხოვთ, რომ შემოგბრძანდეს სხდომის დარბაზში და დაიკავოს მისთვის განკუთვნილი ადგილი. ჩვენი სხდომა გადაიცემა საზოგადოებრივ საპარლამენტო ტელეარხზე, ასევე პარლამენტის ვებგვერდზე, Facebook გვერდზე და ჩვენი კომისიის Facebook გვერდზე. ბატონო კახა, მოგესალმებით, გთხოვთ დაბრძანდეთ. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. პროცედურა არის ბატონო კახა ასეთი, რომ მე თქვენ უნდა გაგაფრთხილოთ ცრუ ახსნა განმარტების განზრახ მოცემისათვის არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასევე კომისიის წევრების კითხვაზე პასუხისთვის თავის არიდებისა და პასუხზე უარის შემთხვევაში არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებული ჩვენი კანონით და იმის დასტურად, რომ მე თქვენ გაგაფრთხილეთ, რომ თქვენ ეს მოისმინეთ და გაათვითცნობიერეთ, გთხოვთ თქვენს წინ მდებარე დოკუმენტზე დასვათ თქვენი ხელმოწერა, თუ არ შეწუხდებით. დიდი მადლობა. ბატონო კახა, ჩვენ მოგვიწია წინა სტუმრის გაცილების შემდეგ მცირე შესვენების გამოცხადება და თქვენ კი ამის გამო ლოდინი, რისთვისაც გიხდით ბოდიშს. მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ ასეთ მეთოდს შემოგთავაზებთ. თქვენ აიღეთ, გნებავთ 10 წუთით 15 და თავისუფალი თხრობის რეჟიმში გვიამბეთ თქვენ შესახებ, ვიბრძანდებით, როდის დაიბადეთ, სად დაიბადეთ, რა გზა გაიარეთ იმ მომენტამდე, როდესაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენს თავს დაგატყდათ ერთჩვენიერ დღეს უბედურება და შეილახა თქვენი უფლებები. ასევე ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია იმ კონკრეტულ საქმეზე, რომლის შესახებაც თქვენ უნდა მოგვითხროთ, უკვე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს დამდგარია სისხლის სამართლის განაჩენით, სადაც თქვენ დაზარალებულად იქენით ცნობილი თქვენს მეგობართან ერთად და ამასთან დაკავშირებით უკვე ბოლოს ვისაუბროთ. გთხოვთ, ჩართეთ მიკროფონი თუ შეიძლება, თქვენს წინ არის ღილაკი და გისმენთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ვარ კახა დაბრუნდაშვილი, დავიბადე 1955 წელს 5 დეკემბერს ქალაქ თბილისში. ვარ მშრომელების ოჯახში გაზრდილი, დაამთავრე სამედიცინო პედიატრიული უნივერსიტეტი. პარალელურად ფიზკულტურული დავოჯახდი, მყავს 2 ვაჟი. ვეძებდი ცხოვრებას, აი ნორმალურ, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი უნდა ცხოვრობდეს, ვცხოვრობ აი ამ რეჟიმით. მაგრამ აი თქვენ რა კითხვას დამისვით, დადგა ის საუბედურო დღეც, ის საშინელი დღეც. რომ შეიძლება დავიწყო? თქვენ ზემერთ. მირეკავს ჩემი მეგობარი, 2 თვის შეძენილი მყავს, უმცროსი ვაჟი. ვარ ტაბიძის სამიზრო ხუთში ვცხოვრობთ. და მირეკავს ჩემი მეგობარი ვამი ხაბულაშვილი. კახა რაღაც უცნაური ზარი შემოვიდაო და შენთანაც ვინმე სხვა არ დაურეკია. თქვენ არავის არ დაურეკია და რა ზარი იყო მეთქი ესეთი და როდის ხდება ეს მაბადიეთ? ეს ხდება 2005-ის სექტემბერში. სექტემბერი, კი ბატონო. არა მე ვთქვი შენთან არაფერი ზარი და შენთან მე ვთქვი რა გესაუბრებ, რაში შეიტანე ეჭვი მეთქი. ჯერის რომ ამოუცნობი დამირეკაო. და მიბარებს კონსტიტუციურ დეპარტამენტში ვაჟაზე და რაღაც სამსახურებრივი თემისგან გამომდინარე, ანუ მიზეს ამას მეუბნებავ და
ცნობისთვის ვამეხაბულაშვილს დღიარა აქვს არცად ნამუშევარი, ანუ ეს გამორიცხულია რომ რამე სამსახურებრივი შეხება და ამან დააეჭვა. და შუა საუბარში მეკითხება ვამეხი რომ კახა სათხარ რო ეხა ტერიტორიულად თუ და მომთხარი სახში და წავიდე სახში ვარ მომთხარი და მეც ამ პერიმეტრში ვარ მოდი მაშინ ეხა ტელეფონით ამოვალო და მანდ გავისაუბროთ მომთხარი კარგი იქნება ну სადღაც ერთი 15 წუთის ინტერვალში მოვიდა დავჯიქით ვისაუბრეთ და ну ერთმანეთს აზრებს უზიარებთ რა ეხლა და ვართ ამოცნობის რეჟიმში რომ რა უნდა ხდებოდეს. რო დამირეკავ ამ პიროვნებამ თავი გამასნო რომ ვარ კონსტიტუციური უსაფრთხოების სამართლის მუშაკი, სახელი გვარი არ უთქვიაო და პირდაპირ მითხრაო რომ უნდა გამონახოთ რაღაც პატარა პერიოდი და მობრძანდეთ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში. და ჩემ კითხვაზე კითხვაზე რომ რა მინდა, რაზე უნდა მოვიდე, რისთვის მიბარებთ. ამას არ გაიგებთ პირველ კითხვაზე, ეგეც პასუხი იყო, რა რომ მოხვალ გაიგებო და მაშინ მე არ მოვალო, ვამეხი მითხრა. მაშინ არ მოვალო რა და მორჩა ამით ესე ერთი საუბარი ამით დამთავრდა სადღაც 5-10 წუთის ინტერვალში ისევ ურეკავს ეს პიროვნება და უკვე ეუბნება რომ რაღაც დოკუმენტში არისო თქვენი სახელი და გვარიო ნახსენებიო და უბრალოდ მინდათ რომ ეს დოკუმენტი გაგაცნოთო და თქვენი ხელმოწერა მინდაო და მეტი არაფერიო ანუ სულ რაღაც პატარა მოკლე პერიოდს დროს წაგართმევთ ну ამას უკვე ჩემთან რო ვზივართ უკვე სახში ვამეხი რომ ჩემთან მოვიდა კიდე რეკავს ეს ნომერი ანუ ეს ამოუცნობი და უკვე ტონით სადამდე გელოდოთ რა ვერ მოიფიქრე აი სიტუაციას იმიტომ რომ იმაზე სპიკერზე ხონა ჩართული რა ანუ ვამეხი სადღაც ტონზეც მიუთითა რომ რა ტონით მესაუბრე რა თქვა ვერ მოიფიქრე და რა უნდა მომიფიქრე არ მოვდივარ და ვსო აი პირდაპირ ეგეთი პასუხი ახ არ მოდიხარ კარგი მაშინ და გათიშა ანუ მუქარის ტონით და გათიშა ტელეფონი არ გადის ერთი 5-10 წუთი ისევ რეკავს სათხარ ტერიტორიულად და მე მოვალ ეუბნება და ადგილზე გაგაცნობ ამ დოკუმენტს. ვამეხი მსთხოვა რაღაცა პერიოდი, აი 5-10 წუთი. და თუ შეძლებთ 5-10 წუთში დამირეკოთო რა და გეტყვითო ჩემ ადგილმდებარეობას. კარგი არ არის პრობლემა, გათიშა ტელეფონი. ეხლა უკვე ჩვენ ვსჯელოთ მე და ვამეხი რომ სამსახურებრივი გამორიცხულია ვამეხი მეუბნება იმიტომ რომ მე არსად დღე არ მაქვს ნამუშევარი როგორც ასეთი რამე დოკუმენტში და რაღაც ფინანსურ დოკუმენტზე იყო საუბარი უკვე ხა კონკრეტულად რომ გამორიცხულიაო რა ესეთი რაღაცაო და აი ნუ თარჩევას მეკითხება კახა რა გავაკეთო რა ვიცი ვამეხი მომთხრა მე შენ ადგილზე არ შევხვდებოდი იმიტომ რომ არ შევხვდებოდი იმიტომ თან განუმარტე რომ კონკრეტიკა არ შეაქვს რაზე უნდა შენთან შეთანხმება ანუ შეხვედრა ანუ რაღაცა დოკუმენტს გიხსენებს და ამასაც რაღაცა აი 200 რო უნდათ კი რა 1000 რო უნდათ რომ ვერ იგებ რა დოკუმენტზეა საუბარი ეკითხები რომ ჩამომიყალიბე რო გნახავ მე პასუხი ჩემი აზრით მითხრა მე ნუ არ და აი ამ საუბარში ვარ და რეკავს ეს პიროვნება და პირდაპირ ითხოვს მისამართს აი კონკრეტულად გეტყვით რა საუბარს აი ზუსტად აი ესე ხო მიდი ერთი მითხარით მისამართი და მოვალ ხა მე ტაბიძეზე ვარო ვამეხი ტაბიძეზე ვარო და სად კონკრეტულად ტაბიძეზე რომელ ტაბიძეზე ანუ ვაკე და სოლაკში ტაბიძის 3.5-ში ვარო კარგი და 10 წუთი მაქსიმუმ და მანდ ვარ და გათიშავს ტელეფონს
ვამეხ მე უთხარი მე მგონი შეცდომას უშვებთ. მე მგონი შეცდომას უშვებთ ახლა. ან მე მრავლობით უკვე იმიტომ საუბრობ რომ ვამეხი ჩავიდეს, აქ ორი აზრი არ არის, მეც მივყვები. მე იმას მარტო არ გავუშვებ, ხო? და ანუ ამიტომ საუბრობ ესე მრავლობით. ну ბოლოს ესეთი აზრი მოვიფიქრეთ რომ ჩავიდეთ გამორიცხულია კონსტიტუციურმა ახლა ვამეხ მე ვთხარი შენი ფოტო კი არა შენი ჯიჯილაგი იცის ახლა რახან დაინტერესდნენ ხო ანუ ცნობადობაზე ვსაუბრობ რომ შენ გიცნობენ ეგ 100-დან 100 მოდი ეს რაღაცა გავაკეთოთ ჩვენ იტალიური ეზოა შენ ეზოში გაჩერდი მე გავალ არკაში ну ეს რაღაცა აი თავის დაზღვევის მიზნით აი რაც უცბად მოვაფიქრდა რა მოკლედ გავალ თუ რაიმე საეჭოს შევყან მრავლო აი ხალხმრავლობას ან მანქანებში რაღაცა ის მოთავსებულად რაღაცა ანუ ტელეფონით გავაცნობებ და ადი ეგრევე სახში მეთქი რა და ხა მე ნუ ჩემი ინტერესი არ აქვს როგორც ასე ანუ ეს პრივილეგია მაქვს მე ვთხარი რომ მე გარეთ გავიდე და არა შენ ხო კარგი შევთანხმდით ამაზე ვამეხი დარჩა ეზოში მე გავედი არკიდან გავედი და მარცხენა მხარეს ძველი მერიის ნელი ნაბიჯით ჩაუყევი და თან ავტომობილებში დგომ ავტომობილებში ვათვალიერებ რა ის ძალიან ისეთი მით არა ნუ ზერელეთ რომ სიმართლე გითხრათ აი ვერანაირი ეჭვი ცარი ზოგში ერთი ადამიანი ზოგიც დაკეტილი ჩავედი იქ წყალი დავლი მოშემობრუნდი და ამოვდივარ უკან ჩემ არკასთან უკვე ხედავ სურათ შორიდან რომ ვამეხი უკვე ვიღაც პიროვნებას ესაუბრება ანუ ეს პიროვნება არის პიჯაკით ჯინსის შავლით და რაღაც შავი სასაბუთე უჭირავს ხელში და ნუ მივხვდი რომ ეს პიროვნება უკვე მოსული რა და ცოტა ნაბიჯს მოუჩქარე და რომ მივუახლოვდი მივესალმი გამარჯობა თქო და ეს ცივი სახით შემოხედა რა და ვამეხის ეკითხება ეს ვინ არისო და ჩემ მეგობარია ხოდა ვამეხი ამ დროს გააგზავნეს ერთმანეთში ამათმა საუბარი მე იქვე ვდგავარ და ვამეხი ეკითხება სულ უმახვილებს ყურადღებას ამ პიროვნებას რომ მაჩვენეთ ის საბუთი რა საბუთს მიბარებთ რა მე რაღაც სხვა საქმეც მაქვს და ანუ აშკარად დრო გაყავს აი კი ხო ეხლავე და რაღაცა ძალიან აბსურდული პასუხებით დროს წელავს ესე რო ვთქვა ну აი ჩვენი მაქსიმუმ 5-6 წუთის საუბარი და ხდება ესეთი რამე აი მარტო ფილმებში მინახია რა სიმართლე რომ გითხრა 4 მანქანა აი გიჟურის სწრაფით შემოდის ტაბიძის ქუჩაზე პირველი მანქანა დგება ირიბად ანუ კეტავს მოძრაობას შუა 2 მანქანა ანუ მომდევნო 2 მანქანა 4-ვე კარი იღება ყველა იარაღ ამოღებული ხტება მანქანიდან მეოთხე მანქანა კეტავს შემოსასვლელ გზას ტაბიძის შემოსასვლელ გზას და ამასთან ერთად სროლებით და არ გაინძეს გაგხრიტავთ სიტყვას ხა ну აი როგორც იყო მე ხო შეიძლება რომ ეს ყველაფერი ისე ვთქვა როგორც იყო მე მგონი ეს საჭიროა და პირველივე ეცნერ ვამეხს ანუ ის ჩემი ვარაუდი რომ ვამეხი უკვე ამათა ფიზიკურად იცოდნენ სწორი იყო გამართლებული და მე რა თქმა უნდა გაბოჭილი ვარ მაგრამ ვამეხი უკვე მოგრეხილი და მანქანაში ჩატენეს ესე რომ ვთქვა და მე ვისაც ვყავარ ორს დაკავებული ეკითხებიან ამ პიროვნებას ანუ ვინც ესაუბრებოდა ამას
ამ შეფ ამას რა უყოს სიტყვა შეფ ამას ესო დავაეგეცო და მე მომოთავსეს ვამეხთან ერთად მანქანაში აქეთ იქიდან ორი გვიძება შეფს რომ მიმართავდი ვინ არის დღეს იცი ალანია ალანია დიახ ალანია და ამ სპეცოპერაციას მელნიკოვი ხელმძღვანელობდა მელნიკოვი ოლეგ მელნიკოვი ჩვენი ეხლა კიდე ერთ დავამატებ რა სტაბილიზას ეხება ანუ მე მინდა რომ ყველა დეტალი გაცნობოთ რა ჩემი არკიდან ერთი 20 მეტრით მოშორებით ანუ ამას უკვე ჩემი მეგობრები მიყვებიან რომ დაუბრუნდი არის გაჩერებული შავი Camry Toyota Camry და ანუ ეხლა იმ დროს მით უმეტეს ყველასთვის ცნობილი დავით ახალაია არის გადმოსული კარებ გამოღებულზე დაყრდნობილი ტყავის გადაჭრილი ხელთათმანები და ესე იფშნიტავს თითებს და გვიყურებს ყველაფერს თურმე ამას აკვირდება ანუ ამას მეც არ დამინახია მაგრამ ამას მეუბნებიან თვითმხილველები როგორც კი მოხდა ჩვენი მანქანაში მოთავსება ძალიან მსუბუქად თქვა ჩატენვა ახალია ჩდება მანქანაში და მანქანა იძვრება კოჯორის მიმართულებით ანუ სხვას ვერაფერს ვერ მეუნები მე რა თქმა უნდა ჩვენ მანქანაში რო ჩაგვიტანეს ესე იგი ჩაგვიტანეს პატარა ინსტრუქტაჟი რომ ხელები ფეხების ქვეშ თავები ფეხების შუაში ჩაყოფილი და არავითარი კონტაქტი არა სიტყვიერი არა ის და უნდა ვიყოთ ამ პოზიციაში იქამდე სადამდეც საჭირო იქნება მოკლედ სადაც მიგვიყვანე მართლაც ეგრე მოვიქეთ ახლა სხვა გზა არ იყო რა მართლაც ეგრე ვიყავით მოკლედ კოჯორში მიმავლებს ამათ ერთ-ერთ ნიჭიერ მძღოლს აერია გზა და მოგვატარა პურის მოედანისკენ წავიდა რა ქვევით და რა ამ დროს ან აქ ერთ-ერთი პიროვნება დაბალი მოგძოთმებით ან ეს ხელმძღვანელობდა უკვე აი ამ ჯგუფს ვის ჩვენ მანქანაში ვისჭდა ანუ მძღოლის გარდა გვერდზე ორი ჩაჯდნენ და ამ მანქანას უკან რომელიც კეტავს სტაბილიზის შემოსასვლელს პატრული მოადგა და რუპორით უძახის რომ მანქანა გზა გაანთავისუფლე რაზეც არანაირი რეაგირება ამ პატრულთან და შემდგომ ერთ-ერთი მივარდა რაღაცა აჩვენა მობრუნდა ისევ ჩაერთვა ამაში და ანუ პატრული არ ჩერდება თავს არ გვანებებს რა ჩვენ რო დავიძარით მოკლედ პატრული უკან მოყვება და აი განუწყვეტლივ იძლევა მითითებას რომ მანქანა გააჩერონ რაზეც ესენი არ ეთანხმებიან მანქანაში ეს ეგრეთ წოდებული მეთაური ვინც იყო ამან ამ ძღოლს აი კარგად გემრიელად აგინა რომ აქ ბიჭოს აქ რა მინდა ბიჭო სად მივდივართ არის ნუ მოკლედ დავდექით იმ გზაზე როგორც იქნა და უკვე დავითაშვილის ქუჩა კარგად იცით ყველა ეს პატრული თავს არ გვანებებს და ერთი გაჩერება ამასმა გაჩერეს და აი ეს ვინც უფროსობდა თქო მანქანაში ეს გადახტა ნუ ამათ გინებით გადახტა მივიდა საბუთი აჩვენა ანუ და ეს აიდან ჩვენ ვერაფერს ვერ ხედავთ მაგრამ რო ჯდება მანქანაში ამათი დედაო ესე იგი ქსივაც არ ჭრისო ხედავ ამათანო ანუ კიდე არ გვანებებს პატრული თავს მოყვება ბოლომდე დავითაშვილზე როგორც კი შევდივართ ანუ დავითაშვილის ქუჩაზე რო ვდგებით
ყველა მიმართულებიდან კეთავს საპატრულო ეკიპაჟები. მინიმუმ 6-7 მანქანა. უკვე გზას არ უტოვებენ და გავჩერდით. გაჩერდნენ უბრალოდ. ჩვენი ვერაფერს ვერ ვყიდავდით, ვარ ტყვეები. ისევე ჩვენ მანქანაში მისდომი აქტიურობს და მოდის ამასობაში, ანუ ეს ვისაც ელაპარაკება, ესენი ეუბნებიან, რომ ხა უფროსი მოვა და ანუ ჩვენ ვერ ვწვიდავთ, ჩვენ დავალებას ვასრულებთ. ეს ჩვენ ყველაფერი გვესმის ფანჯრებით ჩაწეულია. ვერ ხედავთ უბრალოდ თორე გვესმის ყველაფერი. და მოდის ეს უფროსი, ვინც ახსენა ამ საპატრულო თანამშრომელმა, ჩვენი ვარაუდ 100 მეთაური. და მინდა აქედან, ხა მე ვიცი, რომ ის ადამიანი ან გვიყურებს, არ არსებობს, მე მინდა მას უდიდესი მადლობა გადაუხადო. მან გვაჩუქა ჩვენ სიცოცხლე, პირდაპირ ამ სიტყვების მნიშვნელობით და ამას შემდგომში აგიხსნით, რატო ვამბობ ამას. მე მიმართავ იმ ადამიანს და აი უღრმეს მადლობას გიხდი მთელი ცხოვრება. ვინ იყო არ იცით? არა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, სავარაუდოდ 100 მეთაური. დიახ. და ეს რომ ან 20 მეთაური, ან 100 მეთაური იყო, ვიცით იქიდან რომ თვითონ თანამშრომლებმა განუმარტეს ამათ, რომ უფროსი მოვა და იმას ესაუბრეთ. გასაგები. მოვიდა და ეს ჩვენ მანქანაში მისდომი, ეს აქტიური პირი მივარდა და ტელეფონს აწვდის ეგრევე. თქვენ ძალიან განაგლებულ ხართო რაღაცოდან. თქვენ მოგივლითო. ესე უბნება ეს. პატრულის თანამშრომელი. პატრულის თანამშრომელს. კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც მოგიტაცათ. ბატონო. დიახ. და აი მართლაც ვაშკაცი ადამიანი რა, იმიტომ რომ ხო აი ქცევაში პასუხის ხო ეთყობა ადამიანს ვინ არის. ანუ ვერ ხედავთ, მაგრამ პირდაპირ ტონზე მიუთითა პირველ რიგში. პირდაპირ ტონზე მიუთითა. და აი ეგ ტელეფონი ჩაიდე ჯიბეშიო, მე არავითარ შემთხვევაში არ მაქვს მე უფლება შენ ტელეფონით ვინმეს ვესაუბრო. გამობრუნდა ჩვენ მანქანასთან, მოვიდა და ეს ესაუბრება დათა ახალაიას. თქვენი მანქანის ჩვენთან მისდომის შეფი. ანუ ეს ეგრეთ წოდება. ეს არის გერონტი ალანია. არა. ეს სხვა არის. ეს სხვა არის. გვარი არ იცი. არა. და სპიკერზეა ჩართული ტელეფონი ამის. და ნუ გაკივის რა, ამათი დედაზე მე, ანუ ეს პიროვნება მოდის და ქეჩოში კიდევ ხაზა პატრულის ეს უფროსი. ეს დაგანარცხეთ მიწაზეო რა. ესე იგი, თქვენი გატაცების ამბავთან დაკავშირებით შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მის შეგეთქვით ახლა რატომ? დიახ. აი ეს ეგრეთ წოდებული ჩვენთან დომინანტი პირი ეუბნება. იცი რა სპეცოპერაციას გვიშლი ბიჭო? ბიჭო არა, მე ჯერ ეგრეთ წოდებით მომართე. ანუ ის სუტონს უსწორებს და მიუთითებს. რომ ის იმაზე არაფერი მეტი არ არის, თუ ნაკლები არა. და ესეთ რამეს ეუბნება, რაც გვესმის ჩვენ ყველა. შენ ისიც არ იციო, გეტყობაო რა, რომ ყველა დაგეგმილი ოპერაცია ჩვენთან თანხმდებაო. საპატრულოსთან. რომელ ოპერაციას ატარებთ? და ამ დროს ახლა უძახის ამას, რომ მე შენი დედა ბორტიზო ნომერი ხარ ვამთავრებ ბოლომდე. ბორტის ნომერი მითხარი დროზეო. საპატრულოს, ანუ ხო უფროსი. ეს კანახობს ბორტის ნომერს და ირეკება უკვე ამ პიროვნებასთან. პასუხობს. რა თქმა უნდა გიცანით. აი პასუხი. არა, გამორიცხულია ვერ გამოუშვებ.
მე გესაუბრებით პასუხებს ხა იქიდან არ მესმის ხო ანუ ვინ რასეუბნება მაგრამ იმაში დარწმუნებული ხართ რომ დათაახალა ურეკავს ახლა ამას ურეკავს უკვე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ამან ბორტის ნომერი მიაწოდა და რეკავს ეგრევე აი ნუ იმუქრები კაცურათო რა აი ბოლო ეგ იყო და გათიშა ტელეფონი ამ პიროვნებამ ამასობაში ეს დომინანტი ბრუნდება მანქანაში ჩვენთან და მძღოლს ეუბნება დავაი დროზე ხა ეს ყველაფერი გაამზადე ხა ამაში რა იგულისხმება ეს ყველაფერი გაამზადე ამან მანქანაში სანათური როა წინ კარები რო იღება და რო ანათებს ეს ჩამოიღო ანუ ჩამოწია და რამდენიმე აბი ნარკოტიკი ჩამოიღო იქიდან ხო და უკვეო და მე როცა გეტყვი მერეო ანუ უკვე ჩაუდოთო თუ ანუ ეგ საუბარი იყო ბიჭო მე როცა გეტყვი მერეო აი ეს უსწრის ეხლა რატომ ამბობ პატივცემულებო რომ მე იმ ადამიანს მთელი ცხოვრება მადლობას ვუხდი თქო არავითარი ანუ არც მუქარით არც ანუ ამა თავის პოზიციები არ დათმო და ეხლა ხდება საოცრება აი ყველა ვინც კი იმ ორ მანქანაში იყო ეს კონსტიტუციის ეგრეთ წოდებული თანამშრომლები ეს პიროვნება უფროსი ავალებს მეორეს ალბათ თავის თანაშემწეს ყველას დოკუმენტი კაპოტზე და ამომიწერე ყველას ნომრები და შეასრულა აი ამან გადაგვარჩინა ჩვენ საპატრულო პოლიციის მეორე დღესთვის აღარ იყო არავინ ამასაც გეტყვით ვერ გავიგე რას ნიშნავს არავინ არ იყო დასაჯეს პატრულის თანამშრომლები გაუშვა სამსახურიდან ანუ ხო ამის შემდგომ ეს საბუთები ყველაფერი როგორც ამან უბზანა და ეს ამოწერეს ყველაფერი ეს ჩვენი მანქანის ლიდერი მოკლედ ამას შორი ახლოთ ან ვერც უბედავს რა ესე პირდაპირ კონტაქტოს უკვე ამაზე იმანაც იმოქმედა ამან დათასთან როგორ ისაუბრა ნუ და ამის გასაგონად თავისიანებთან საუბრობს ამან პიჩეს აზი არ არის ეს არ გაყო თავი და ნუ აი ეს ისინი ბოლოს უკვე ანუ ეს რო გაგძელდა ეს ამის ესეთი გადარწმითი მუქარები ეს პიროვნება მოდის მანქანასთან შენ ხა გაჩერდები თუ ხელბორკირები დაგადო აი ამ სიტყვებით დამთავრდა და ალბათ 5 წუთი ამის მერე გასცა იმ ამბზანება რომ არა ჯერ სპეცოპერაცია რაში მდებარეობს კი დაინტერესდა მაპატიეთ ეს გამომრჩა რა სპეცოპერაციას ატარებთო ხა ამასო ჩვენო ვერ გეტყვითო რა კონფიდენციალური ბოდიში თქვენ ამ დროს ისევ თავი გაქვთ კი და ამას ხედავს სავარაუდოდ ის პატრულის მოვიდა მანქანასთან ორი პირი არ უშვებდნენ მაგრამ მოვიდა მანქანასთან ჩაიხედა მანქანა ჩაიხედა ბოლოს ეს რამე შეუგნება კარგით სპეცოპერაციას ატარებთ კოჯორშის რა კონსტიტუციის რომელი განყოფილება აქვს ერთი მითხარით კოჯორში რატომ მიდიხართ რა გინდათ კოჯორში ეხლაო აი ამ ორს დაკავებულს გადმომიჯეთ მე მანქანაშიო და მე გამოყვები და მე წამოვიყვანო სადაც მიყავთო ნუ ამაზე ატყდა ერთი ამბავი ნუ არა რაღაც აქ არ დაგთმეს კიდე ზარი განმეორდა ამ პიროვნებასთან და რაღაცა მე ერთმანეთში საუბრობდნენ უკვე პატრულის თანამშრომლები და ნუ ბოლოს ანუ ეს ყველას ის მე მაქვსო და გავუშვით და გაგვიშვეს ავდივართ მოგეხსენებათ გირგურიანი ცხონებული სადაც აწამეს
მიყავ ზუსტად იმ ადგილზე. სასაფლაოზე. დიახ. ოქროყანაში. ოქროყანის სასაფლაოზე. მიყავ ზუსტად იმ ადგილზე და მანქანა რო ჩერდება, გვიტარებენ ესეც ინსტრუქციას, სიტყვიერს, რომ ეხლა აი ამ მდგომარეობაში როგორც ხართ, სირბილით გამოყვებით. მე მარჯვენა მხრიდან გადმოიყვანეს, ვამეხი მარცხენა მხრიდან გადმოიყვანეს და უკვე იქ ადგილზე მელნიკოვი გამოგვეცხადა და გასაბზანება ეს ქვემოთ, ეს აქ ყავდეს. სანამ მე არ გეტყვით ჩემზე. და ვამეხზე ბზანება ეს ქვემოთ. ვამეხი აი ესეთი მოხრი მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ორს უკავია და ანუ სირბილით როგორც და მიყავთ პატარა ხევია იქ რა, მიყავთ იმ მიმართულებით. მე უცბად უკნიდან ფეხებში მხვდება, ვიკეცები, მე კეფაში ვარდები მიწაზე, მადგავს მუხს ზურგზე და იარაღს მაბჯენს კისერზე. მელნიკოვი. არა. ეს მანქანაში ვინც მანქანიდან გადმომიყვანა. მელნიკოვი მარტო ბრძანება გასცა. კი ბატონო. და მარტო ბრძანება არა, ანუ ვამეხი რო გაატარეს, ანუ ერთგვარი კორიდორი მოუწყეს. ციხლის ჩარტყმა და ეს შენი მითონზელი ბიჭი და ანუ აი ეს გინებები და ფიზიკური შეურაცხყოფებით ჩაიყვანეს ვამეხი დაბლა. ეს რომელი საათია? უკვე სადღაც 5-6 საათისკენ არის ეს რა. დღის ბოლოს. კი. დღის მეორე ნახევარში. კი. კი ბატონო. და ჩემს ეუბნება მელნიკოვი რომ ამას ჯერ არაფერიო. ყავდეს ესე. სანამ მე არ გეტყვი. ნუ ჩემთან დარჩა სამი პიროვნება და დანარჩენი დაიძრა ხევისკენ, საიდანაც ვამეხი წაიყვანეს. აი აბსოლუტურად ყველაფერი მესმოდა. ყველა დარტყმა, ყველა გინება თუ აი რაც იქნებოდა, მოკლედ ერთადერთი რომ თვალნათლივ ვერ ხედავდი, თორე აბსოლუტურად ყველაფერი მესმოდა. და რო ვიწექი სახე ხომ მედოდა მიწაზე და სახის მხარეს შევცვალე რაღაცა ის ნესტიანის ყდა გამიცროშ და ამაზე შემდგნენ მე ანუ როგორ გავბედე რომ თავი შევაბრუნე ანუ ესენი მირწყავენ და ამ ჩემი ცემის დროს ამოდის მელნიკოვი და აი იგინება რაღაც საშინლად ამათ მიმართ მე თქვენ რა გითხარით თქვენი ანუ მე გითხარით რომ ხელი დააკარეთ ხო კარგა გაფრთხილეთ ნუ მოკლედ ეს რაღაც პერიოდი რამდენიმე წუთი ამათ იგინება გაგრძელდა და დავაი ხა ეს წამოიყვანეთ დაბლა გასაბზანება მეც ვამეხის გზით ჩამიყვანეს და ხედავ რა სურათს ვამეხი მუხლებზე გდია აი წარმოიდგინეთ რომ თვალების ადგილზე რომ აი ბრიტვა რო გაუსვა ადამიანს აი მარტო ის ხაზი რო იყოს აი ნაცემის მინახია აი ყველაფერი აი ეგეთი არაფერი მინახია რა აი გარწმუნებთ რომ ვერც თქვენ ვერ წარმოიდგენთ ახლა იმას რასაც მე გეუბნებით ეს უნდა გენახათ სწორად გამიგეთ რა წარმოდგენთ აი წარმოსახვითაც ვერ წარმოიდგენთ რა დღეში იყო მე რო ის და პირველი ჩემი რეაქცია რაც იყო მაისური გავიხადე მივედი და სისხლს მინდავ რა და ნუ ეს ვეღარც ლაპარაკობს აი ვეღარც ხედავს ვეღარც ლაპარაკობს სისხლების პირიდან ორი თვალი დაკარგა სხვათა შორის თვალი ამოუგდეს
და ვამეხი არის მოთავსებული ხანს ლამაზად ნათქვამია დაჩოქილი და ვამეხის უკან არის ხევი ორი ვერზილა უდგას ანუ ერთს ხა წარმოიდგინეთ არის ერთი 40 სული აი 8 არ შევცდე რა და ტყვილი არ გამომივიდეს თუ მეტი არა მე ვიზახი მინიმუმს ვამეხი არის მარცხნივ მე რო ჩამიყვანეს ანუ ჩემი ხედობის არეში მარცხნივ არის ვამეხი დაჩოქილი ორს უკავია ერთს თმებით და მეორე განუწყვეტლი ურტყავს და ბოლოს რო ეთქვა ანუ ხელი ეთქინა თუ რაღაცა გადაიხვია კიდე რაღაცა მაისური თუ სპორტული და მე იმით ურტყავდა და რომ მივარდი და მოწმენდა და რა შვებით მე კლავთ მეთქი ხალხი არა რა შვებით კლავთ მეთქი და ანუ აი ეს იყო და ორივესგან უკვე ჩემზე დაიწყეს მე დამიწყეს სემა და ანუ ამის მოპირდაპირედ არის პატარა ბეგობი ეს შემაღლება სადაც განან პატივცემული დავითი დათახალაია ხელმარჯვნივ გვერდს უშენებს მელნიკოვი და ხელმარცხნივ ალანია ბოდი საზოგადოებისთვის განმარტავ ეს დათა ახალაია გერონტი ალანია და ოლეგ მელნიკოვი დიახ ზოგიერთმა ახალგაზრდამ შეიძლება არ იცოდეს ზუსტად დღეს არიან იმ დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები მაღალჩინოსნები კი რომლებსაც ამ დროს ოკუპირებულ საქართველოში აბარიათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ზუსტად აი პარადოქსი ამაში ეს იგივე ხევია სადაც სანდრო გირგულიანი აღმოჩნდება თქვენს შემდეგ 4 თვის თავზე 2006 წლის იანვრის ბოლოს და სტრასბურგის სასამართლოში როდესაც ეს საქმე შემოვა იქ წერია რომ სანდრო გირგულიანი თურმე ამ ხევში თავისით აღმოჩნდა და ეკალ ბარდებზე გადაიჩეხა და ის ჭრილობები რაც ჰქონდა მას მიყენებული ქალბატონი თინა ბურჯალიანი ზურაბადეიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილე რომელიც სტრასბურგში ჩამობრძანდა და წარდგა სასამართლოს წინაშე მე ვიყავი ამის მოწმე იქ მუშაობდი ამტკიცებდა ისე რომ არ ცხვენოდა რომ თურმე მაყვლის ეკალ ბარდებზე გადაიჩეხა აი ამ ხევში სადაც თქვენ ყვებით რომ 4 თვით ადრე გაგისწორდნენ ფიზიკურად გადაჩეხილა სანდრო გირგულიანი და ასე მიაყენა თავის თავს უნებლიეთ ის ჭრილობები რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. შემდეგ ქალბატონთია მე და არა მარტო მე ვთვლი მთელი საქართველოს თქვენი უდიდესი მადლიერი უნდა იყოს თქვენ სტრასბურგში აი ეს ყველაფერი სიმართლე რომ მართლა აი ზედაპირზე ამოიტანეთ რა ეს თქვენი დამსახურება და ამაზე მე მადლობას გიხდით გულწრფელად ეხლა რა ხდება ჩემი ცემა შეაწყვეტინა ახალაია და თან ასეთი ცინიკური ღიმილით რა თქვა ბიჭო მაგან ოროეთი რომ მოკლასთან დაკავშირებითო მოკლასთან და მე ვთხარი მე რომ მივედი პირველი ჩემი რეაქცია იყო რა იყო კლავთ მე უთხარი ანუ და ეს გაიმეორა დათამ უკვე ირონიით და ვისაც კითხა არ დავაცდე მე უპასუხე ისევ ხო მე ვთქვა რა მოსაკლავად მოგიყვანეთ აქ თქო რა ის ხვები და თავში ვიკავებ რაც მიწოდა და აბა შე რა გუნე ხა აქედან სახში ცოცხალი მიხვალო და ამათ ანიშნა ამ ორს აი ზუსტად ესეთი ჟესტიკულაციით რომ მოგშორებოდნენ ალბათ და მოგშორდნენ კიდევაც აიწიან ამ ბეგობს და დაუდგნენ შებს გვერდით ამ დროს დათა ახალაია პიჯაკს წევს
იღებს იარაღს, აი ეს მდგომარეობაში ტენის და იწყებს აი ეს თამაშს. ხან მე მომიშვერს, ხან ვამეხს. ხან მე მომიშვერს, ხან ვამეხს. აი ეს გრძელდება 1-2-3 წუთი. და ნიცინის. ბიჭო, მე თქვენი დედა ნუ არ ვასრულებ. რომელი პირველი? და აი ჩემი დაუყოვნებელი კითხვა საპირისპირო. ანუ ხოცავთ. ეს მართლა დებილია ეს თუ თავს იდებილებს. ეკითხება მელნიკოვს. ჩემი კითხვის მერე. ნუ შო გასაგებია მე ვთქვა, მაშინ პირველი მემესროლეც მეთქი რა. და ამაზე მელნიკოვთან რაღაცას იმაშებოდა რა, საუბრობდა ესე იმით, რა ქვია, აგდებით და ეს რო უთხარი უცბად გაჩერდა, დასერიოზულდა და მიყურებს. გაიმეორე რა თქვიო? ხონო ვთქვი. დავწმუნდი რომ ხოცავს მე ვთქვი და თქვენ კითხვაზე კი პასუხეთ მეთქი ხა რო ამდენი ხანია გვეძახთ და პირველი მემესროლეც მეთქი რა. რატო შენო? ვთქვი. ფაქტია, თქვენი თვალით ხედავთ რომ ეს ვერც ვერაფერს დაინახავს და ვერც ვერაფერს გაიგებს. ჩემი ბავშვობის მეგობრის, ჩემი პლუს ამას ჩვენ ნათლია მირონი გვაკავშირ, ჩემი შვილის ნათლია ვამეხი. ჩემ ძმაკაც, ჩემ ნათლია მირონს ხარ. ნუ მაყურებინებ მე მოვთხარი ამის კულის და ჯერ მე მესვარ და მე მაგას აზრი მე ვთქვა თქვენ სხვა არა აქ. შენ ბიჭო ხა ამას მართლა იძახიო? მე ჩამეცინა და ანუ გზა მაქვს სხვა მე ვთხარი? წევს ანალოგიურად პიჯაკს, იდებს იარაღს და აი ესე ჯესტს აკეთებს, ესე ორი თითით ბრუნდებიან და იწყებენ გზას გზისკენ. და ეს ამალა მიყვება. ამ დროს ვამეხი, ვეუბნები რომ ვამეხ, მიდიან მეთქი, მიდიან. ანა დაფუძავენ. გაიქეჭი, გეხვეწე, გაიქეჭი. ვეღარ ლაპარაკობდა უკვე. მე მეხვეწებოდა გაიქეჭი. კბილები და ვერ საუბრობ. მე კბილი არ დამიტოვეს. ხერხული ახლა კბილი არ დამიტოვეს. სულ იარაღის ტარით ამაქვს ჩალეწილი კბილების. მოკლედ. ანუ ამეხი გარდა იმისა, რომ მე მეხვეწებოდა გაიქეჭი თავს უშველეო. ანუ სხვას ვერც აკეთებდა ვერაფერს. და არც არაფერს ამბობდა, ვერც ამბობდა. ანუ იყო აგონიაში, აი რასაც ქვია რა. ამ დროს თქვენ ხედავთ, რომ მას თვალი ამოვარდნილი აქვს თუ მერე დაკარგა. არა, ეს ვერ დავინახე. კაბადონთე როგორ დავინახავდი? მე წერა გიჩვენა, აი პატარა აი ბრიტის აი ბრიტორ გავს, აი მეტი არაფერი. საშილად. და თავს დაბლა ხელი არის არ დაუკარებია ჩვენთვის. გვიტყავდნენ სულ თავში. თავის არეში. ვამშვიდებ, კაი, დაწყარდი, ნუ გიშინია. არა, მეთქი არა, როგორ მიგატოვებ, სად მიგატოვებ, სად გავიქცე? ნუ მე ჩემებურად ხა. ანუ ხა იმასაც ვერ გეტყვა, მას რაღაც გააზრებულა, აი, რაც იმ მომენტში, აფექტში. ანუ იმას გიხსნით დეტალურად. უკვე შებინდებულია და ამათი წასვლით ვწუნდები, იმით რომ უკვე აი ავტომობილის ფარებს ვატყობ, რომ თანმიმდევრობით აი გზისკენ ნათება უხობს და გადიან. კიდე გამორჩა. ანუ როცა მელნიკოვი და ანუ დათა მელნიკოვი და სალანია რო წავიდნენ, ერთი 50 მეტრით რო გავჩორდნენ ჩვენ, ჩერდებიან, დათა უბრუნდება მელნიკოვს
რაღაცას ეუბნება, ავალებს და მელნიკოვი აი ზუსტად და მოდის ჩვენსკენ. აი კი ვიფიქრე რომ მეთქი всё. და შუაგზა გამოვრიზე ხელი მიაქვს უკან. და აი ორშულს პიცავარ, აი ვამეხის თავი მოვიხუტე მარტო რა და ანუ всё ველოდები რომ ეხლა რაც უნდა მოხდეს. გაინკენჩი ეს ზუსტად გაინკენჩი და მოდის მელნიკოვი ჩვენ დასაბედინებთ იღებს საფულეს ჯიბიდან და რა იარაღს ეხლა კარგად მომისმინეს შენ იმიტომ რომ ამას არაფერი არ არის მისულ და იმედებს რომ ზურგ გაიგებს სიტყვა სიტყვით ანუ დაიწყო ჩემით აი მთელი ჩემი ოჯახი დამისახელა ორი თვის შვილი მეუღლე ანუ ყველა ეხლა ამას რატო აკეთებს თურმე არავით არის ავადმყოფა გაფრთხილებას გვაძლევს არავით არის პოლიცია ანუ არა სახლის იქით ნაბიჯი და ისჯებით აი როგორ ამოგწყვიტავთ ოჯახებიანად და მე რას მეუბნება თან აი შენ იმენა ბოლოს გავიხრიტავ თავს რომ გაყურებინებ ყველა ოჯახის წევრს როგორ ამოგიწყვიტავ და მე შენ დაგაკავ ზედა იგივე მოელის ამას თუ იცოცხლავ არ ვიცი რატო იღებს მაშინ $2 კუპიურები იყო $2 კუპიურას და ეს თავზე გვაფშნის ან ეს მოფშნის გვაფრის $4 ალბათ ეხლა სიკრია ეს $4 ვერ გეტყვით და მიდის ანუ ეს გაფრთხილება ეთქობა ეს დაავალა და მიდის ამის მერე წეგანო საუბრობდი ეს ფარები და იმით რომ მე ვამეხი ერთი ორი წუთით დავტოვე და მერიდება მაგრამ ნუ ეგრეა რა ახლა სიკვდილს ყველა არავის არ და ხოხვით და ფორტვით ავედი რომ რაღაცა მეთქი ხო რა ნუ დამეთვალიერებინა მართლა ყველა წავიდა თუ არა ანუ დავწმუნდი ჩამოვედი უკან ვამეხს ჯერ უკინა შემოუდექი ვამეხს ან მაღალი ბიჭია და ეს ამშხელი გამოუყარე და 1.5-6 მეტრი კი აი რას ვქე გამოვათრია მაგრამ მეთქი არ გამოვა ეს მოწინდან მოუარე ზურგი დავიჩოქე მივიწიე ან ხელები განმოვაწევინე მოვიკიდე ზურგზე და აი მუხლებით ავედი ამ ბეგზე ანუ პატარა ეს ველია პატარა და მე გარშემოს ნაზვი აი გზიდან ვაფშე არაფერი არ ჩანს რა ის აი ეს მაგათი ის იყო რა ადგილი ეს ზუსტად ის ადგილია სადაც გირგულიანი წონებული გზამდე გავიყვანე მოკლედ ვამეხი უკვე სიბნელია და ვამეხი მოკიდებული ესე მიჭირავს ერთი ხელი ამით მიჭირავს მეორე ხელზე ესე მიკიდია ეს ხელი და გავლილ მანქანებს აი ზოგს ვეხვეწები ესე ზოგს აი ანელებენ და აი ვამეხს როგორც ხედავენ ეგრევე სისწრაფე და გარბიან გავაკეთო ანუ ერთი რო არ მოგატყუთ 15-20 წუთი ამ მდგომარეობაში ვიყავით მე ერთი რამე ესეთი მომაფიქრდა ვამეხი ისე მოკიდებული 15-20 მეტრით ქვემოთ ჩავიყვანე და გზის დამცავი ის რო არის იმაზე მივაყუდე და ეს მაისური ის მინდავდი სისხლი შემოვაბრუნო სისხლი არ ჩანებოდა გადავიცვი და ავიწიე მეცოლა ზევით რომ მარტოს იქნებ მანქანა და მოკლედ რამოდენიმე ხანში ჩერდება მათაც ვეხსოვები ახლა და თუ გვიყურებენ მათაც უდიდეს მადლობას ვხდი 3 ასაკიანი მამაკაცი აჩერებენ და პირველივე რა არის ავარია მოგივიდათ ხო მოგივიდაო და კიტყვილი თქვი მაგრამ ნუ სხვა გზა არ მქონდა კი დამთხარი და
მანქანა მე უთხარი არ მაინტერესებს მანქანაზე აღარ მეგობარი ყავს ძალიან ცუდად სად არის შვილო სად უთხარი ცოტა ქვევით მყავს რო ვერ დგას ფეხზე თქო რა მოკლედ ამ დაუცვლიმა ხალხმა წინა სავარძელი გადაწიეს ვამეხი თავის ხელით ჩააწვინეს მანქანაში ალბათ მიხვდნენ რომ ავარიასთან არ იყო საქმე არა ვერ მიხვდნენ არა ბოლომდე არაფერი არ მითქვა და ვამეხი საერთოდ საუბრობდა და ეს კაცი მეკითხებს საცხოვრებში და მე სოლვაში მე ვთხარი აი ჩავალთ თუ არა მაგრამ მე მანძილზე არა ძალიან კაია და არა შუა სადაც არ მიყოს ყველა წაგივარ სამავტყოფოში აი სამავტყოფოს ხმა იყო და გამორიცხეთ მე ვთხარი რატო შუა და კაი ძებნილია მე ვთხარი სამავტყოფოში ვერ მივიყვარ მეთქი რა გასაგებია კარგი შუა როგორ შეიძლება და მიმიყვანეს სტაბიძეზე აი ამ კეთილმა ხალხმა თავის ხელით მე-4 სართულზე ვცხოვრობ მე-4 სართულზე ჩვენი სახლი დამეხმარენ ამაყვანინეს სახში წავიდნენ თავის გზაზე ვამეხსა რა შეგვეძლო პირველადი ჩაო ხა სხვა რა ეს სისხლები ესე ჩემმა მეუღლე გამოუცვალეთ ისა ვამეხი ვეღარც საუბრობს ვეღარც მოძრაობს აი კიდე ბევრი რაღაც ისეთი იყო რომ ხა და მოკლედ ურეკავ ვამეხის და კალბატონ მზიას გარდაიცვალეს კალბატონი ზიადეი და მე ვთხარი სასწრაფოდ ჩემთან უნდა მოხვიდეთ რა ხდება შუ დედა თქვი დედა ბრძანა დიახ ზედა ვერაფერს ვერ გეტყვით მე ვთხარი რომ მოხვათ ყველაფერს აქ აგიხსნით მეთქი რა და ცოცხალია აი ერთი ეს კი ზედა და მე ვთხარი ცოცხალია გელოდებით აი მართლაც წუთებში წერეთაზე ცხოვრობენ რა ვამეხ წერეთაზე ცხოვრობს მართლაც წუთებში კალბატონი მზია და ვამეხის ჩვენი კიდევ ერთი მეგობარი თავდაცვაში მუშაობს მოვიდნენ და აი ვამეხი რო დაინახა აი იქ ჩაიგეცა ანუ შვილი ვერ იცნო წარმოგიდგენიათ აი ჩემ ოშუს პიცავარ ვერ იცნო შვილი დედამ შვილი ვერ იცნო ისეთ დღეში იყო და ანუ ეს ემოცია იყო და მომვარდა მე რა უქენით აი მზედა და ხა ჩვენი მეგობარიც აი რა გჭის კახა რა ანუ დაებინდა რა ქალბატონს რა მზედა კახა ვარ მზედა რა უქენით ჩემშვილს ეს არ არის ჩემი შვილი კიბის მხოლოდ ამას მომიყვანეთ ჩემი ვამეხი ну ბოლოს დავამშვიდეთ მოკლედ დავამშვიდეთ ეს კალბატონი და აუხსენი სიტუაცია ზედაი და მე ვთხარი არავითარ შემთხვევაში არც ავადმყოფო არც პოლიცია ანუ არავითარი სტრუქტურა გამორიცხენ თუ გინდათ რომ თქვენი და ჩემი ოჯახიც დარჩენენ ცოცხლები ვიყოთ ცოცხლები შერებს მელაპარაკებია ზედაიდა ის ჩემი ორი თვის ბავშვი მაინც შეიცვალა მე ვთხარი არ გააკეთო გთხოვ ну დედა მოწოდებული იყო იქითკენ რომ შვილი გადაარჩინეს რა თქმა უნდა არა მე კი არ ამტყუნებს ხოლმე მე უბრალოდ ფაქტებს უხსნი და მინდა რომ ანუ ბოლომდე გავათვითცნობიერო ქალბატონი რომ ანუ ჩვენ ამის მერე რა გვემუქრება დიახ კარგი ნუ ერთი სადაც მე წაიყვანეს ვამეხი ჩავოყვანეს მანქანაში ჩავაწვინეთ
მე ვბრუნდები სახლში და მეორე დილით არავითარი ტელეფონი, არაფერი, ვდგები, ვიცმევ და მივდივარ წერეთელზე, ვამეხი რომ ვნახო. არკიდან ჩემი გასვლა და მარჯვენა მხრიდან ვიღაცა პადროს მიყრის. მე შენი ახვარი დედა და ოჯახი და ესე და ისე, მე შენ რა გაგაფრთხილებ ბიჭო? და ანუ აი ეს პადროჩკი და აი ეს სიტყვები ერთი იყო და რო ავხედე მელნიკოვი. რა ხდება რაზე მაყენებ შო რა ხდება მე ვთქვა. არის ნაბოზვარო რა ხდებაო. რა გინდათ საავადმყოფოში? რა საავადმყოფოში მე ვთქვი. კიდევ ერთხელ რო ახსნათ ეს გახლავთ ოლეგ მელნიკოვი კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის მაღალ ჩინოსანი, რომელსაც გამაფრთხილა რომ სიკვდილით დავიჯებოდით. ამ დროს აბარია დაიცვა სახელმწიფო უსაფრთხოება, უშიშროება უზრუნველყოფის ჩვენს ქვეყანაში, რომ თქვენ მშვიდად იცხოვროთ. რა თქმა უნდა. დათა ახალაია, რომელიც ხელმძღვანელი იყო ამ სამსახურის და 2012 წელს გადადგომა. და მისი მარჯვენა ხელი ერთ. ამ მომენტში ქალბატონთია ოლეგ მელნიკოვი იცავდა დათას ინტერესებს ჩვენს მიმართ, რომ ანუ ჩვენ არაფერი იქით არ. ხო. და ესე ჩავყავარ პოდრუჩკი და თან ეს გრუპთან მიმართრებს რა ასე რომ ვთქვა და უხსნი რომ მეთქრი აი რაღაცა შეცდომა რაღაცა გეშლებათ. და ამ გეშლებაზე მიმახეთკა კედელს. რესპუბლიკური სამსახურში არ იყავითო? ხარ ხა მომისმენ. სახში რომ მოვედი, დავრეკე დედამისთან, მოვიდა დედა და გავატანე თავის შვილი. და თან მაგინებს. მე შენი ესე შენ მე ვთქარ, ერთსამი რა, ჯერეგეთი აი გთხო, უკვე მართლა გთხო მე აი იმით გავიდო. გთხო მე ვთქარ რომ ნუ მაგინებ. ხო, ნუ მაგინებ. და თუ შეგიძლია მომისმინე. აღელვებული იყო თვითონ. მაგარი. მიდი აბა გისმენ. მე ვთქვი, უყალიბებ. დაურეკე დედამის. მოვიდა, ჩავაყვანინეთ, მანქანაში მეგობარი აღარ მიხსენებია ხა იმას. შეგნებულად. მანქანაში ჩავაწვინე და წაიყვანე. თქვენი დაბარებული სიტყვით ყველაფერი მოთხე გადაცემული მაქვს. ეხლა სად მიეთრებ? მივდივარ, არ მივეთრები. აი ეხლა ზუსტად ტელეფონზეც არ დავრეკე, მივდივარ ტრანსპორტით წერეთელზე რომ ვნახო სანახავად. აი ეხლა მაინც გჯერათ მეთქი რომ მე საერთოდ არაფერი არ ვიცი. ნუ როგორც ჩანს დაიჯერა. მაგრამ მაინც სიტყვა დამიტოვა. ხა მე ამაში კარგად ბოლომდე გავირკვევიო. აი ზუსტად იმას გესაუბრებით რაც იყო. ხა მე ამას ბოლომდე გავარკვევო, შენ ამდენ სიმართლეს მელაპარაკებიო. და მე ვიცი რომ ვერას ვიმოქმედებ. და მიდი წაეცრიე. აი სწორად. ანუ ვაჩერებ ტაქსს მივდივარ წერეთელზე, ვამეხთან ოჯახში, შევედი, ზედა ხო გთხოვე მე უთხარი რა. ეს ამბიციური ქალბატონი იყო რა და არ მინდა ხა იქ საუბარი. ვსა, არ მინდა. ეხლა დაჯექი და ვინ იყვნენ და აიყო ვინ მიყავს შვილს. და ვამეხი ზალაში იწვა რომ შევედი რა და ანუ ხელით მანიშნებს რა. არ ვიცი არაფერი. აი ეს ქუჩიდან გაგვიტაცეს, ამ დღეში ჩავყარეს, აი მეც მევთხარი ხო ხედა, აი კბილი აღარა. ვინ გითხრა მზე და ვინ დაგისახელო? ერთადერთი გეუბნები იმას, რაც დამიბარეს მე თორე ვამეხიდან დაბარების აზრი არ იყო. დამიბარეს
რომ თუ კი რაიმე დაწესებულებას მიუმართავთ, ოჯახებიანად ამოგწყვეტავენ თქვენს და ჩვენს, მაგრამ ისიც ვიხოს რომ დაიწყებენ ჩემგან მე ვთქვა. თუ ამას თქვენს რა მნიშვნელობა აქვს? არ იჯერებს ეს ქალბატონი. არა. ну ბოლოს როგორც იქნა უკვე ვამეხმართ მეწყალება დაიწყო რამოდენიმე დღე დაჭირდა ანუ საერთოდ ვერ საუბრობდა საავადმყოფოში იყო მიმართა საავადმყოფოს იმ ეხლა მაგას გეტყვით საავადმყოფოები აბსოლუტურად ყველა გაფრთხილებული მიმღებიდანვე გამოაბრუნეს აი ეს ფაქტურად მორსი არ მიიღეს საავადმყოფოში. რომელ საავადმყოფოს რესპუბლიკურს მიმართა. დედამ წაიყვანა შვილი და იქ გაფრთხილებული იყვნენ რომ არ უნდა მიეღოთ. და მოაძახა ექიმმა რომ ისე რომ საკაცით შეიყვანეს და საკაცითვე კორიდორიდან გამოატანეს. იმაში ანუ პირველ დახმარებას არ ამოუჩინეს. ატანენ უკან და თან ექიმმა მოაძახა აზრი არა აქვს არც საავადმყოფოში ერთად. ყველგან ეს სიტუაცია დახვდებათ. გასაგები. დააზუსტეთ ბატონო თეკეს. თქვენ რასაც ყვებით? დიახ. რამდენიც გავიგე სასამართლო პროცესი გამართულა. ეს ყველაფერი, ეს ფაქტები დადგენილია სასამართლო. დიახ, რა თქმა უნდა. არა, ეს საზოგადოებისთვის თორე. რა თქმა უნდა, დიახ. ის ფაქტები, რასაც მოგვითხრობს ბატონი კახა. აი აქ არის ეს დოკუმენტი, რომელშიც აი ყველაფერი სიტყვასიტყვით, ასე ხა მე ვსაუბრობ, აი აქ არის ეს არის განაჩენი. გენპროკურატურის ჩემი ოქროს მოწმის დასტური და ჩვენება, აი რასაც ახლა თქვენ თავს საუბრობთ. დადგენილი ფაქტები. დიახ, რა თქმა უნდა. ამოწურეთ თქვენ რიტორიკა. ეხლა იქ იმდენი ემოცია და ეხლა ამას ყველაფერს უკვე ხომ. კარგი. მაშინ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდეთ. ჩვენ გამოვიდა რომ სხვა გზაც არ გქონდა. გაგახსენეთ ის, რაც ალბათ ვცდილობთ რომ აღარ გაიხსენოთ ხოლმე, მაგრამ თქვენ ჯერ ეს ერთი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მოაწოდეთ ჩვენს კომისიას. ეს ჩემი ვალი იყო მაპატიეთ გაწოდებით. მადლობა რომ ამას ასე უყურებთ. ასევე საზოგადოებამ გაიგო იმ ეგრეთ წოდებული გირგვლიანი ორის საქმის შესახებ, რომელიც რეალურად გირგვლიანი ერთი გამოდის, იმიტომ რომ თქვენი შემთხვევა სასწauლებრივად გადაურჩით მას სიკვდილს და მომხდარია 2005 წლის სექტემბერში სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ზუსტად დათაახალიეს დავალებით. მელნიკოვის მონაწილეობით, გერონტი ალანიას და სხვების მონაწილეობით იმავე სასაფლაოზე, იმავე ხევში აღმოჩნდნენ 26 იანვრის ღამეს ნინოობა რომ თენდებოდა და სანდრო გირგვლიანი იმ ხევში მოკლეს. ჩვენ და საუბედურთ იმუბედურთ არ გაუმართლა რა ჩვენ. მოკლეს და მერე ამტკიცებდნენ რომ ეკალბარდებზე გადაიჩეხა თურმე თავისით. აბსურდი. შესაბამისად ამ საქმის შესახებ, თქვენი საქმის შესახებ საზოგადოები, ფართო საზოგადოება დღეს იგებს პირველად. თქვენ ასევე შესაძლებლობა მოგეცათ, რომ რამდენიმე პირისთვის, ვინც მისდა უნებურად, იმიტომ რომ ღირსებას უერთგულეს, თქვენს გადარჩენაში წვლილი შეიტანა და ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდებს და ვინც იმდროინდელ რეჟიმს მცირეწლოვან ასაკში იყო და ვერ აფასებდა, მათ მოუთხროთ, რომ ეს არ არის რაღაცა გამოგონება. თუ შეიძლება მე მოგცემთ სიტყვას რასაკვირველია. მათ იცოდნენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მაშინ ერქვა კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახური, კუდს ხელმძღვანელობდა დათა ახალაია და ოლეგ მელნიკოვი მისი მარჯვენა ხელი იყო, გერონტი ალანია და სხვები იყვნენ სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელები, მაღალჩინოსნები, მათი პირველი და უპირველესი მოვალეობა იყო დანაშაულის პრევენცია, რა თქმა უნდა. დანაშაულის გამოძიება, გახსნა და გამოძიება და დამნაშავის დასჯა და რაც
უსაფრთხოების სამსახურის უპირველესი პრიორიტეტია ტერორიზმთან ბრძოლა, საფრთხეების ქვეყნისთვის არიდება, თქვენნაირი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მშვიდობიანი პირობების შექმნა ცხოვრებისათვის და ოკუპირებული საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების დაცვა. რა თქმა უნდა. ამის ნაცვლად კუდის ხელმძღვანელი დათა ახალაია იმყოფებოდა ოქროყანის სასაფლაოზე და ხელმძღვანელობდა თქვენ სადამსჯელო ოპერაციას და არა, მაბადე, ტაბიძის ქუჩიდანვე ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობდა და ტაბიძის ქუჩიდანვე მისი დაკვეთით და სასაფლაომდე ის წყვეტდა თქვენ ბედს რა ხარისხი სრულდებოდა მოკლავდნენ თუ არ მოკლავდნენ. აი ასეთი რეჟიმის პირობებში უწევდა ჩვენს ქვეყანას არსებობა და თუ ჩვენ თვალს გვადევნებენ ისინი, ვინც იყვნენ ამ ყველაფრის შემოქმედი, ასევე მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც შემდეგ განაცხადა, რომ კრიმინალები შემომეპარნენ ხელისუფლებაში, თორემ მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდიო, დღეს უკვე ვეღარ იტყვის, რომ არ იცოდა და რა თქმა უნდა, ის არამც თუ საქმის კურსში იყო, არამედ იყო მთავარი ავტორი ამ დანაშაულებრივი სისტემის. იყო ხერხემალი. დიახ, შესაბამისად, მადლობა, რომ ამის შესახებ საზოგადოებას აცნობეთ. მე ერთადერთი კითხვა მაქვს, სანამ სხვები ჩაერთვებიან. ბატონი ვამეხი. დიახ. რომელიც იყო მთავარი სამიზნე მისი დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რომ მოგვახსენოთ, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს დანაშაული გახსნილი იქნა და განაჩენიც არის სახეზე დამდგარი. დამნაშავეების მიმართ თქვენ დაზარალებული სტატუსი მოგენიჭათ და მოგეცათ სასამართლოში თქვენი სიმართლის დამტკიცების საშუალება. ეს რომ იცოდეს საზოგადოება, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა ბატონი ვამეხის და მე საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ ისიც იყო ჩვენ მას ასე ვთქვათ ოფიციალური შეტყობინება აღარ გავუგზავნეთ, შევთავაზეთ მობრძანება მისი წარსული ვითარებიდან გამომდინარე და არჩევანი მოგეცით, ან ერთი მობრძანებულიყავით, ან მეორე. თქვენ დათანხმდით, მან თქვა, რომ თქვენს მის ინტერესს თქვენ გამოხატავდით, ამიტომ თქვენ გიკითხებით და მას არა. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ უთხრათ საზოგადოებას და შემდეგ უკვე წევრებს თხოვ დასვენებთ. ხალხო, მოგახსენებთ, არა მარტო ვამეხის. უფრო მეტად ვამეხის, იმიტომ რომ ვამეხი მის თვალი დაკარგა. ამ შემთხვევაში ცალი თვალი დაკარგა. გაგვანახევრეს რა ხალხო, რა, კარგად გამიგეთ რა, ხა მე დეტალებს ვერ მივყვები და ვერ ეს ვერ გაგვანახევრეს. მე გავხდი პირველი ჯგუფის ინვალიდი და შეძენილი ეპილეფსია მაქვს, გულყრები, ანუ ეს თავში ცემები. რაც მანამდე არ გქონდა. არა, რა თქმა უნდა, რა მანამდე მქონდა, არა. ვამეხი თვალი დაკარგა, ჯანმრთელობა მომსპარი, ჯერ აი კიდევ ვიმეორებ, ნამდვილად არ გვეგონა თუ საერთოდ გაივლიდა. აი ამას პირდაპირ გეუბნებით. დღეს დადის და დადის შეშმო პირია რეალური. კი, შეშმო პირია, კი. კი ბატონო. ორივე კარგად გავხვალეს შეშმო პირები. კი ბატონო. ბატონი ალექსანდრე, ბატონი სოზარი, ბატონი ილია, ბატონი გურამი. დიახ. მოგესალმებით ბატონო კახა, რა თქმა უნდა. მოგესალმებით. ძიმე მოსასმენი იყო ეს ყველაფერი არა მარტო ჩვენთვის კომისიისთვის, ამას უყურებს სრულად საზოგადოება. მე რა მინდა გკითხოთ, რომ რატო მოხდა ეს ყველაფერი, რატო იყავით თქვენ სამიზნე? ან ვამეხი, თქვენ როგორც მე გავიგე, უკვე ამ ისტორიაში ჩაერთეთ ვამეხიდან გამომდინარე, მაგრამ რა იყო ამისი მოტივი? რა გაიგეთ? გითხრეს, არ გითხრეს? მოგახსენებთ, კი, მე ვიცი კიდევ ეს ყველაფერი. ანუ მიზეზი, რასაც ქვია. ამ ყველაფრის მიზეზი იყო ვამეხის მეგობარი გოგონა. სახეს არ დავასახელებ, არ არის საჭირო. ანუ ვამეხი და თავის მეგობარი გოგონა იყვნენ სიყვარულის სიღნაღში. ორდრიანი დასვენტური წავიდნენ დასვენებას. ღამის 4 საათზე ამ გოგონას ტელეფონზე შემოდის ზარი.
გოგონას ზინავს და რა თქმა უნდა ხა მამაკაცები ვართ პასუხობს ვამეხი. იქიდან მამაკაცის ხმა. ბიჭო შენ ვინ ახარ იქ დამალაპარაკე? ვინ სადრეკავ? პირველი კითხვა ვამეხის. ანუ ეს ვამეხის მონაყოლს ვის სადრეკავ? ბიჭო შენ ძალიან გასაუბრებს რეკავ კარგად დამალაპარაკე. და ანუ აქ მოხდა უკვე ორმხრივი არის შელაპარაკება რა უშვერესი წყობით ლანძღვა აქედან იქიდან დღები თვალე მე შენი ასე და ესე და შედეგი გაიჩა ტელეფონი აი ეს იყო მიზეზი ამის მერე ანუ ეს გააზრებულად რომ მეტი სიფრთხილე არ გამოეჩინა რაც პერიოდი გაიყვანეს 2-3 თვე და აი ესე შეგვისრულეს რა და რა აღმოჩნდა მერე შემდგომ თუ გაარკვიეთ ვინ იყო ამ ტელეფონის ზარის ავტორი და ახალია ანუ გეტყვით ეს დატა ახალია სადაც 6-7 წლით წინ ამ გოგონასთან ქონდა ურთიერთობა და ანუ ეხლა ეგეთი ავადმყოფია რომ სიმთვრალე შეახსენდება ყველაფერი და რამენიღაც რესტორნიდან ეხლა მთვრალმა ნაბახსებმა მოინდომა ქალბატონი და ურეკავს რა ხდება ვამეხი ტელეფონზე და ხდება აი ეს შელაპარაკება ამ დროს ამ ქალბატონთან იმყოფებოდა ვამეხი კი ანუ ვამეხის და ამ გოგონას უკვე რაღაც ამის ერთი წლის ურთიერთობა ჰქონდათ რა გასაგებია ახლა გასაგებია კი ბატონო გაქვთ კიდევ შეკითხვა ბატონო სოზარო დიდი მადლობა სანამ შეკითხვებზე გადავალ მართლა უმძიმეს ისტორია მოვისმინეთ აი სრული განუკითხაობის და დაურჩევლობის განცდა რომელიც იყო მაშინ სამართალდამცავ წყებებში ზოგადად და აქვე აი არ შემიძლია არ თქვა აი როგორც დღეს არიან გმირი პოლიციელები თავისი მუნდირის და ღირსების ერთგულები ისე მაშინაც ძალიან ბევრი იყვნენ ესეთ და სწორედ ესეთ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა და მადლობა მათ ამისთვის გამოჩენილი გმირობისთვის რომელიც შეიძლება გაცილებით უარესად დამთავრდებოდა შეიძლება რა დამთავრდებოდა ბოდაშურო მაპატიეთ რომ გისურვებთ დამთავრდებოდა არა შეიძლება დამთავრდებოდა ლეტალურად დამთავრდებოდა ეს შემთხვევა აი უეჭველი გირგულიანის ჩვენი მივყავდით დასახოცად მორჩა არა მე ვამბობ შეიძლება იმ პოლიციელებისთვისაც გაცილებით მძიმედ დამთავრებული იყო სამსახური და რა თქმა უნდა კი გეთახმებით კი სხვათა შორის დათა ახალაია ვასილსანოძეც ეს არიან ადამიანები რომლებიც ჩვენი აგრძელებდნენ სამსახურს მას შემდეგ რაც ბრალი წარედგინათ იგივე გერონტიალანიას და სხვებს გირგულიანის პრობლემის შემდეგ და მხოლოდ ვაში სახალხო დამცველი ვიყავი ჩემი არაერთი საჯარო განცხადების თუ გაგზავნილი რეკომენდაციის შემდეგ გახდნენ იძულებულები რომ ეს ადამიანები გაეშვათ სამსახურებით. უბრალოდ მას შემდეგ რაც ეს ამბავი მოხდა გაგაფრთხილეს რომ არავის არ უცხრათ. ამის შემდეგ იყო უკვე 4 თვის შემდეგ გირგულიანის მკვლელობა, შემდეგ მისი სასამართლო. მას შემდეგ რაც სასამართლო წავიდა საზოგადოება დადგა სამართლიანობის სადარაჯოზე დაიწყო პროტესტები. შემდეგაც აღარ გაბედეთ, რომ სადმე საჩივარი შეგეტანათ? არა, საჩივარის შეტანა საჭიროებას აღარ მოითხოვდა. თვითონ გენპროკურატურა დაგვიკავშირდა ჩვენ და ანუ მათ აღძრეს საკავშირდათ. ამ ხელისუფლების პერიოდში. არა, მე ვამბობ. არა, იქ არა, აზრათაც არ მოხსნილია. არა ბატონო, როგორ გადრებად. ანუ ეს იყო პირდაპირ ოჯახების საფრთხე. რო ჩვენ სადმე მიგვემართა, არა. გეუბნებით გააზრებულად არ მივმართეთ. პირდაპირ გააზრებულად. გაფრთხილებები, ზეწოლები კიდე გრძელდებოდა თუ? კი. რამდენი ხანი დაახლოებით? ანუ ვამეხი სულ ამბობდა რომ აი კახა მითვალთვალებენ. აი სულ ეს ის ქონდა, ანუ ეთეგივე აი მე თქვა აი საიდან ხო ჩდება ანუ საუბარში აი საიდან ადგენენ ხარ რა ვიღაცა კიდე კახა ერთი კვირა რომ ეთეგივე სახე ჩემი სადაბადოს წინ სადგომზე გამოდიოდა ის არც უპნელია არც მეზობელია და ანუ და სულ ავტომობილში და მე იცვლებიან და ის ადგილიც უცვლელად ანუ ერთი მანქანა გადის იმ ადგილზე სხვა მანქანა დგება
და ანუ ეს გრძელდებოდა სისტემატიურად. და თუ არავისთან გითქვამთ პროკურატურამ საიდან გაიგო აი რომ დაგიკავშირდნენ? საიდან გაიგო პროკურატურამ, ეგ არ ვიცი, მაგრამ დაგვიკავშირდნენ და დავკითხეს და ჩვენ რასაც ახლა მე თქვენთან საუბრობ და რაც იყო ანალოგიური მოხდა იქაც. თქვენ საქართველოში იყავით მთელი ეს პერიოდი? არა, მე საერთოდ კიპრზე ვიმყოფებოდი, რაღაც გარკვეული პერიოდი, 3 წელი მე ჩამოვედი და ანუ რატო იყავით წასული? შიშის გამო თუ გაერთიანდა? არა, ну რაღაც სამშაბათს გასაგები. კარგი, მადლობა თქვენ. ბატონო ილია ბრძანეთ თუ ბატონმა ალექსანდრემ დასვაში ბატონო თენგიზღვარ გნებავთ ბატონო გურამ თქვენც აღარ გაქვთ შეკითხვა თქვენ გნებავდათ ბოლოს სიტყვის თქმა ამ სიტყვაზე და ბრძანეთ. დიდი მადლობა. აი მიმართავ ფართო საზოგადოებას. მიმართავ უშუალოდ აი დავიწყებ ახალგაზრდებით რა ვინც აი იმ წლებს ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, ანუ ეს ვერც თავის თავზე გამოსცდნენ და არც ხალხო. აი ხა ჩემ მონაყოს ვინც ხედავ და ვინც უსმენთ, ხო? უბრალოდ აი თქვენი არავისი არ მესმის, აი ამათ როგორ ითხოვთ. აი ამათ როგორ უდგახართ გვერდში, აი ანუ ჩემამდე არ დადის და მინდა ყველას მოუწოდო. გონს მოეგონ. ეს წინ გამორეცხილები მაპატიეთ ამ გამოთქვაზე. ანუ ესენი აი ხან აიმნე ანუ ესენი არის ის ხალხი ვინც აი გაგებაში არ არის ვისგან ამ გვერდში რა. აი ქვეყნის და ამღუპელებს ხალხო აი ჩვეულებრივ ადამიანის მოკლა შეეძლოთ ისე აი როგორც აი მე პირადად აი შვილებს ვიწავ აი ქათამს ვერ დავკლავ. ამათვის არაფერი არ იყო. და ეხლა დარწმუნებული ვარ ალესილებიან ეგენი რომ ეხლა გაწყვიტავენ საქართველოს. და აი მე მინდა ყველას მივმართოთ და გონს მოეგეთ რა. აი ეს ისტორიები, რასაც ჩემ განისმენთ, რასაც ჩემამდე მოისმენთ, რასაც ჩემს მერე მოისმენთ კიდე. გაიაზრეთ ხალხო, ცოტა რაღაცა ანალიზი გაუკეთეთ საკუთარ ტვინში. აი მე დიდი მადლობა რომ ამის საშუალება მომეცით, რომ მეთქვა და ჩემი კეთილი სურვილი იქნება რომ ყველა გონს მოეგოს, ანუ იმ ხარეზე მაქვს საუბარი. იმიტომ ეს კარგით არ დამთავრდება არც მაგათვის და მაგათაც იყენებენ ახლა თუ თვითონ გონიათ რომ რაღაც აკეთებენ. ეს არის პუშას ჩნაე მეასაი რო იტყვიან მაპატიეთ ამ საზარბაზნე ხორცი. რა თქმა უნდა. მადლობა ამ მოწოდებისთვის, მობრძანებისთვის, ბატონო ამეხს ჯანმრთელობა ვუსურვოთ თქვენც ასევე და თქვენს ოჯახებთან ერთად ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა რომ მოგწადეთ. უღრმესი მადლობა რომ მომეცით საშუალება რომ აი ეს ყველაფერი აი რაც ამდენი ხანი გულში მქონდა და სულ მქონდა სურვილი რა რომ აი რამენაირად აი რამე გზით რომ აი ფართო საზოგადოების მიეწინა აი ამის უღრმეს მადლობას გიხდით და კიდევ ერთი თხოვნა მექნება თქვენთან რა. მაპატიეთ აი ერთი თხოვნით მოგმართავთ რა თუ შეიძლება. რაც ამ საქმეს ეხება უშუალოდ ეს თემა რასაც ახლა მე გთხოვთ. ანუ მე უბრალოდ მოქალაქე ხარ ამას ვერ შევძლებ ნამდვილად რა და თქვენ ხელგეწიფება და იქნებ ის ადამიანი ის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რამე გზით მოძებნოთ რა გთხოვთ რომ აი იმ ადამიანმა ჩათვალოთ ორ ადამიანს კონკრეტულ შემთხვევაში სიცოცხლეში შეგვინაშო გვაჩუქა. აი ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება ის ადამიანი რამენაირად მოძებნოთ რა. რომელი რიცხვი იყო თქვენი მოტაცება გახსოვთ? ზუსტად. საქმეში წერია, საქმეში ვნახავთ ნუ. 2005 წლის სექტემბრის თვეა. დიახ. ჩვენს ხდომებს ალბათ ბევრი ადამიანი ადევნებს თვალს. იმედი ვიქონიოთ რომ საპატრულო პოლიციის ის თანამშრომელი რომელსაც დარწმუნებული ვარ არ დაავიწყდებოდა ეს შემთხვევა. გამორიცხული. დავითაშვილის ქუჩაზე, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის
თანამშრომლებმა მანქანაში აღმოუჩინა მათ ორი მოტაცებული პირი და დათა ახალაიამ დაურეკა და მასაც კი არ დაუთმო. ის შესაძლოა თავად გამოგეხმაუროთ, ან ჩვენ გამოგვეხმაუროს და რა კი გამოძიების პროცესში ვერ დადგინდა ვინ იყო ეს პირი. ვინაიდან თქვენ საქმეზე ქართული ოცნების ხელისუფლების და ჩატარდა სრულფასოვანი გამოძიება. ერთადერთი იზღარჩება რომ თავად ამ პირმა მოისმინოს საჯაროდ თქვენი საქმის შესახებ. მე მინდოდა ეს თხოვნა გამეჟღერებინა და გავაჟღერებინა. ის დარწმუნებული ვარ რომ და კიდევ მადლობას ვეუბნები ახლა აქ თქვენთან. მადლობას მიიღებს და თავად ჩვენ მისწყალობთ ცოცხლები. სრულიად იმ პიროვნების წყალობით ვართ ჩვენ ცოცხლები. მაგრამ თქვენ ბრძანეთ რომ ის შემდეგ დასაჯეს, ეს საიდან იცით? ანუ თასმინდა პოლიცია ძველი თბილისი. იქ ჩემი მეგობარი, ჩვენი ახლო ოჯახსახობელი მუშაობს რა. ანუ იმანაც გაგებით, ანუ არც ვიცნობ ვარ, ეგრევე გაუშვეს. ანუ და არ იცოდა გვარი დასახელება. არა, არ იცოდა და ანუ მთელი შემადგენლობა გაათავისუფლეს. მთელი შემადგენლობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს კუდი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ნაწილი. და რეალურად გამოდის, რომ ერთი და იმავე სისტემას შორის თანამშრომლებს შორის მოხდა დაპირისპირება. არ დაინდეს, დასაჯეს. და არ დაინდეს და ამ დროს ბატონ ივანო მერაბიშვილი თავს იწონებდა რომ პოლიციელების უფლებების დაცვით იყო დაკავებული. ხო, ის მერაბიშვილი ორი გვამი რო ითხოვდა, კი, რა თქმა უნდა. კი. მადლობა ბატონო კახა, წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის. მადლობა. ნახვამდის სამდივნო გაგაცილებთ. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, რომ მომეც საშუალება რომ ეს ყველაფერი. მადლობა თქვენ. სამდივნო გაგაცილებთ, ჩვენ გამოვაცხადებთ რამდენიმე წუთით ტექნიკურ შესვენებას, დარბაზს ნუ დავტოვებთ, ვინაიდან მსჯავრდებული უნდა ჩაგვერთოს ქსნის პენიტენციური დაწესებულებიდან. პირდაპირ ეთერს ვთიშავთ რამდენიმე წუთით.